ძველი საიდუმლო. რა გნებავთ? ვინმეს ეძებთ? მაინტერესებს შიგნით ვინმე არის თუ არა. ვის ეძებთ? ჩემს შვილს. გუშინდელის მერე არ გამოჩენილა. მაინტერესებდა აქ იყო თუ არა. აქ არავინაა დაო. სახლში დაბრუნდით. ეს ადგილი თქვენი შესაფერისი არ არის. შვილს სახლში დაელოდე. კარგი, გმადლობ. სად ხარ კუდრეთ? სად ხარ შვილო? კუდრეთ. კუდრეთ დამელოდე. დაო. ჩეთის ფეხი თაბაშირში რატომ აქვს? არ ვიცი. ექიმს დაველოდეთ. ის ყველაფერს გვეტყვის. მოდი. ექიმო, ჩემს ძმას ფეხი თაბაშირში რატომ აქვს? რამდენიმე ადგილას მოტეხილობა აღენიშნება. 3 დღეში პლატინას შავუსვამთ. კი, მაგრამ ჩემი ძმა ფეხბურთელია. პროფესიონალურ გუნდში აიყვანეს. კონტრაქტს ხელი ახლახან მოაწერა. ფეხბურთს ვეღარ ითამაშებს? სამწუხაროდ თქვენი ძმა ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს. ყავარჯნის გარეშე სიარულს შეძლებს, თუმცა ცოტა ხანში ოპერაცია ისევ დასჭირდება. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. უკაცრავად. გისმენთ? ჩემს შვილს ვეძებ. კუდრეთი ჰქვია. მისმა მეგობრებმა მითხრეს, რომ აქ იქნებოდა. ცოტა ხნის წინ წავიდა. სად წავიდა, არ იცით? უთხარი სახლში წადიმეთქი, მაგრამ არ ვიცი დამიჯერა თუ არა. იქნებ ვინმემ დაინახა. შეგიძლიათ იკითხოთ? ქალბატონო, ბარი დაკეტილია. აქ არავინაა, ვის ვკითხო? კარგი, თქვენც მართალი ხართ. მაგრამ რატომ მიყვირით? შვილი წავიდა და ახლა დედა მოვიდა. კუდრეთ ღვთის გულისათვის მიპასუხე. მე შინი არა მე არ დაგემართოს ჩემო ძირფასო. კუდრეთ. კუდრეთ შვილო. რა ხდება? ვინ ხართ? ღმერთო ჩემო რა ვქნა. როგორ ვიპოვა ჩემი შვილი? სად ხარ ზოჰალ? საავადმყოფოში პრობლემებია. შენ კი სადღაც გაქრე. რატომ მირეკავ თურგუთ? იცი მაინც რა მდგომარეობაში ვარ? რა მდგომარეობაში ხარ? ჩეთინის ოპერაციოდან გამოიყვანეს. ფეხი აქვს მოტეხილი. პლატინა უნდა ჩაუდგან. ესე იგი გადარჩა რა? ზოჰალ გადარჩა, მაგრამ ფეხში პლატინა უნდა ჩაუდგან, მეთქი არ გესმის? ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს. მისი კარიერა დასრულდა. გონია კუდრეთი დამნაშავე არ არის? ჩეთინზე ესე ღელავ გეგონება შენი შვილი იყოს. კუდრეთი მთელი ღამე არ გამოჩენილა. შვილზე ვღელა. არ ვიცი სად ვეძებო. ჩეთინის კარიერა არ მანაღვლებს.
სად უნდა წასულიყო? ალბათ ბარსია და სვამს. ჩინარი არ საჩანს. ჯობს იპოვო სანამ რამე სისულელე ჩაუდენია. ჩინარი საავადმყოფოში არ არის? კუდრეთ დამელოდე შვილო კუდრეთ გაჩერე მოიცადე და რა გინდა? იმ მანქანას გაყევით გთხოვთ ჩემგან რა გინდა მამა? რა უნდა გავაკეთო რომ ჩემი თიამაყო? ყოველთვის რატომ მამცირებ? რატომ გეზიზღები? სხვებს რატომ მადარებ? ნეტო მანქანა შენ დაგჯახებოდა და არა ჩეთინს. ნეტო ახლა შენ იყო საოპერაციო მაგიდაზე რომ მოკვდე და თავიდან მომშორდე. შენ მამა ჩემი ხარ, მამა ჩემი. რატომ არ გიყვარვარ? რა დაგიშავე? სხვებს რატომ მადარებ? ასე ნუ იქცევი შვილო. სიცოცხლეს ნუ რისკა. ღვთის გულისათვის მანქანა გააჩერე. რასაკეთებს დაო? მანქანის ასე მართვების გაუგია. ეს ყველაზე მძიმე სასჯელია. ავარიები ასეთი ადამიანების გამო ხდება. უდანაშაულო ადამიანებს შეიწირავს. მერგი თავს გაიმართლებს, არაფერი დამიშავებიაო. ჩემი შვილია, ჩემი შვილი. მე მისი დედა ვარ. გოდიში დაო. არ ინერვიულო, დავეწევით. კუდრეთი ჩემი შვილია. თუმცა არ იცის რომ დედამისი ვარ. რა ხდება ჩვენს თავს დაო? როცა გვეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, ყველა უსიამოვნებას უკან მოვიტოვებდით, შეხედე რა დაგვემართა. ბედნიერება ვერც კი შევიგრძენით. არ დაგცალდა. ამას ნუ ამბობ ესმა. გამაგრდით ხო? გაიხსენი ადრე რას ამბობდი. ძლიერები ვიქნებით, რასაც ჩავიფიქრებთ, ყველაფერი გამოგვივაო. ეს მხოლოდ სიტყვები იყო დაო. ამით საკუთარ თავს ვანუგეშებდი. არაფერი არ უმჯობესდება. თითქოს უფლება არ გვაქვს. ბედნიერად ვიცხოვროთ. განწირულები ვართ. შეიძლება ვიღაცას გაუმართლა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ასე არ მოხდა დაო. ყველაფერი მაშინ დასრულდა, როცა დედა ჩვენმა მამა ჩვენი მოკლა და მერე თვითონაც მოკვდა. ამას სიცოცხლე ჰქვია დაო. როგორ ფიქრობ, ცხოვრობთ თუ არსებობთ? ერთადერთი რაც დედამ დაგვიტოვა ტკივილი იყო. ჩვენ მისი ცოდვის საფასურს ვიხდით.
ღმერთო გთხოვ დამეხმარე. დაიცავე ჩემი შვილი ქუდრეთი. თუ გინდა მე წამეყვანე ოღონდ მას არაფერი დაემართოს. და ეს შენი შვილის მანქანა არ არის? გააჩერეთ. ქუდრეთ. 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 ქუდრეთ, სად ხარ შვილო? ღმერთო დაიფარე. ქუდრეთ. ქუდრეთ. ქუდრეთ, შვილო, სად ხარ? ქუდრეთ. მამა? მამა? შენ ხარ მამა ჩემი? თავზე ხელი გადამისვი და გულში ჩამიხუტე. არა, ეს არასდროს გაგიკეთებია. სიტყვას არასდროს მაგრძნობინებ. მხოლოდ მიყვირი, ლანძღავ და ჩემ მიმართ ზიზღს გამოხატავ. ამის მერე გონია ისევ მამა ჩემი ხარ? არ მესმის ჩემ გარას მოელი. ვერ ხვდები. რატომ არასდროს მაფასებ? რატომ? რატომ არ მისმენ? რატომ გიკვირს, როცა შენთან მოვდივარ? რატომ? არც კი გაინტერესებს რა მიყვარს. რა მიხარია? ამაყობ რომ ჩეტინი ფეხბურთს თამაშობს. იცი რომ მეც მინდა ფეხბურთის თამაში. იცი? გაინტერესებს? ერთხელ მაინც გიკითხავს, რატომ მირეკავ? რა გინდა? წადი და შენს ნამდვილ შვილს მიხედე. ვერ გამიგია მამა შვილს ასე რატომ უნდა ექცეოდეს? ქუდრეთ. შენ შვილად არასდროს მთვლიდი. შენ მხოლოდ ერთი ვაჟი გყავს. ეს ჩეტინია. მე შენი შვილი არ ვარ. ქუდრეთ, გაჩერდი შვილო. სისულელი არ ჩაიდინო, ქუდრეთ. ქუდრეთ. ქუდრეთ არა. შვილო. არა. მოდი. დეიდა ისევ შენ ხარ? ჩემ გარა გინდა. კუჩი რატომ დამყვები? ქუდრეთ. ღვთის გულისათვის აქეთ გამოდი, თორემ გადავარდები. თავი დამანებე დეიდა აიშე. თავი დამანებე. ნება მომეცი გადავხვდე. ჩემს მშობლებს არ აინტერესებთ რა დამემართება. შენ ვინ ხარ? რა გინდა ჩემგან? კარგი, დამშვიდდი. მისმინე. რამე რომ დაგემართოს, შენი მშობლები გაუბედურდებიან.
შენი ბიძაშვილები იდარდებენ. ვიცი რომ ახლა შენზე გაბრაზებულები არიან, მაგრამ არც მათ უნდათ რომ რამე დაგემართოს. მე სულაც არ ვფიქრობ ასე. რომ მოვკვდე, იცი ყველაზე მეტად ვის გაუხარდება? მამაჩემს. იცი რა სიტყვის? კუდრეთი ჩეტინის ბრჭყილადაც არ ღირდაო. კარგია რომ ის უსარგებლო ადამიანი მოვიშორეთო. დედაჩემი ცოტა სიტირებს და მალევე დავავიწყდები. ვიცი ფიქრობ რომ არავის ესმის შენი. და ამ ქვეყნად სრულიად მარტო ხარ, მაგრამ ძალიან ცდები შვილო. სანამ გვიანი არ არის გონსმოდი. მისმინე, გამოსავალი ყოველთვის არსებობს. თუ გინდა რომ სიტუაცია გამოასწორო. რა გჭირს დეიდა აიშა? რა გატირებს? ხომ არ გაგიჟდი? მე არავის ვაინტერესებ. სრულიად მარტო ვარ ამ უზარმაზარ სამყაროში. სრულიად მარტო ვარ. შვილო. ყველას ძულ ვარ. რომ მოვკვდე, ჩემ გამო არავინ იდარდებს. ღმერთმა დაგიფაროს. ამას ნუ ამბობ. კუდრეთ ღვთის გულისათვის მიპასუხე შვილო. სად ხარ? გავგიჟდები. მიპასუხე შვილო, მიპასუხე. ჩინარი დაეპატრონა შენს გონებას. ის არ გაძლევს უფლებას ტელეფონზე მიპასუხო. მაგრამ შენ არც კი იცი საქმების თან გაქვს ქალბატონო ჩინარი. შვილს ვერ წამართმა. არავის ვეყვარ ვარ. ყველას ვძულ ვარ. ამბობენ რომ ვუყვარ ვარ, მაგრამ მათ თვალებში ვხედავ რომ იტყუებიან. ეპირფერებიან. ეს არ არის სიყვარული. ოჯახში ზედმეტი ვარ. უნდათ რომ თავიდან მომიშორონ. მე რომ მოვკვდე, ყველაზე მეტად დედაჩემი იდარდებს. ბევრს იტირებს, მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ შვილს ისე ვეღარ აღზრდის, როგორც მას სურდა. არასდროს არ არის გვიან. შენ კარგი ბიჭი ხარ, კუდრეთ. ჯერ კიდევ გაქვს შესაძლებლობა შეცდომები გამოასწორო და მომავალში წარმატებას მიაღწიო. ძალა მოიკრიბე. რამე რომ დაგემართოს, დედა შენი მოკვდება. შეიძლება თავი მოიკლა, მაგრამ დედას ხომ ვერ გაიმეტებ. ეს საქციელი ამად გიღირს? დედა შენი რეკავს. უპასუხე, ალბათ ძალიან დარდობს რომ გაუჩინარდი. დედა იშეკთხო. შენ უპასუხე. ახლა მასთან ლაპარაკი არ მინდა.
კარგი. ჩაუცნაურია. პირველად შევძელი ვინმესთვის გულის გადაშლა. შეიძლება ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც ღიად ველაპარაკები და არ განსჯის. მადლობ დეიდაიში. რას ამბობ შვილო? მიხარია თუ რამეში გამოგადექი. შეგიძლია ჩემი იმედი გქონდეს. გავგიჟდები. ჩემს ზარს არც ერთი არ პასუხობს. ჩინარ, თუ ჩემს შვილთან ხარ და ამიტომ არ პასუხობ, გიპოვი და ჭკუას გასწავლე. დროი ხელთა და ქუდრეთთან დაახლოება გადაწყვეტი არა? ალო იფეკ, ქუდრეთისგან რამე სიახლე ხომ არ არის? არა დაო, ვერ ვუკავშირდები. მერთო ჩემო, სად არის ეს ბიჭი? სად? იმ ბარში ვიყავი, სადაც მეგობრებთან ერთად ხშირად დადის, მაგრამ იქ არ დამხვდა. ვერ ვიპოვა. შობ სახლში წავიდე და იქ დაველოდო. იქნებ უკვე მივიდა კიდეც. კარგი, თუ რომ ეს გავიგებ, დაგირეკავ. მე ისევ საავადმყოფოში მოვედი. ესმას დაველაპარაკები. იმედია ცოტა დამშვიდდა. საავადმყოფოში რა ხდება? ქუდრეთს ვეძებდი და ჩეთინი აღარ გამხსენებია. გენდობი იფეკ, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ ესმა გადაარწმუნო, კარგი? არ ინერვიულო დაო. ესმას მივხედავ. დროებით, კარგი დროებით. ნოქჩეკში წამიყვანეთ. დაო, სახლში წადი. დურო ვეღარ ისვენებს, ცოდოა. ჩეთინს ვერ დავტოვებ ესმა. მინდა რომ მის გვერდით ვიყო, როცა გონსმოვა. აქ რას აკეთებ? რა პირით მოხვედი? სალაპარაკო გვაქვს. სალაპარაკო არაფერია. რაც სათქმელი იყო, უკვე გითხარი. გონსმოდი ესმა. ქუდრეთის ციხეში ჩასმა უსიამოვნების გარდა არაფერს მოგიტანთ. არ გრცხვენია? როგორ ღალატობი მოჯახს, რომელიც წლებია თქვენზე ზრუნავს. ჩემი ძმა ცოცხალი ძლივს გადარჩა. ავარიის გამო კარიერა დაენგრა. ღალატზე მე მელაპარაკები? დედა, რა ხდება? არაფერი შვილო, არ შეგეშინდეს. დედა, გთხოვ, სახლში წავიდეთ. წავალ შვილო. ცოტა წყონით მინე. ექიმს ველაპარაკე. მითხრა, რომ ჩეთინი რამდენიმე კვირაში ფეხზე დადგება. არ მესმის ასე რატომ აზვიადებ? თითქოს ცხოვრება დაენგრა. ჩემს ძმას სწორედ რომ ცხოვრება დაენგრა, ქალბატონო იფეკ. შენმა ერთადერთმა დიშვილმა ამდენ წლიანი შრომა წყალში ჩაუყარა. ნუ თუ ვერ ხვდები. ჩემი გადაწყვეტილება საბოლოოა. ქუდრეთი დაისჯება იმისთვის, რაც ჩაიდინა. ახლა აქედან წადი. აზრს მაინც ვერ შემაცვლევინებ. ჩეთინი როგორ არის? ოპერაციამ კარგად ჩაიარა? მე რომ წამოვედი, ჩეთინი ისევ საოპერაციოში იყო. იმედია ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მოდი საავადმყოფოში დავბრუნდეთ. შენს ძმაზე ვღელა. ჩეთინი ჩემი ძმა არ არის. შენი ძმაა შვილო. მისთვის ძმას ავითხრ. ერთი სისხლი გაქვთ. ალბათ დედა შენი ნერვეულობს, რომ გაუჩინარდი. ყველგან გეძებს. სჯობს არ წამოვიდე. ყველა გაბრაზებულია. ჯერ არ გამოვჩდები. ეს უბედური შემთხვევა იყო.
მაგრამ თუ ასე დაიმალები ვერავის დაარწმუნებ, რომ უდანაშაულო ხარ. ადრე თუ გვიან რეალობას თვალი უნდა გაუსწორო. მე მართლა უდანაშაულო ვარ, გეფიცემი. უბედური შემთხვევა იყო. ჩემი არ გჯერა. კარგად ვიცი რა გრძნობაა, როცა საყვარელ ადამიანს შენი არ სჯერა. მაგრამ მე მჯერა შენი. ეჭვიოდნავადაც არ მეპარება, რომ უდანაშაულო ხარ. მადლობ დეიდაიში. მოდი წავიდეთ. ნელა შვილო, ფეხი არ დაგიცდეს, მე დამატვრდენი. მოდი. ქალბატონი ფექს არც კი რცხვენია. თურმე ეს სამყაროს დასასრული არ არის და ყველაფერს ვაზვიადებთ. ესმა საკმარისია. იფექი თავხედურად მოიქცა, მაგრამ არ ჩენ დააკელი. ძალიან იმპულსური ხარ. დაო. ეს იმიტომ დაგვემართა, რომ ზემოდან გვიყურებენ. გამუდმებით გვჩაგრავენ, რადგან ობლები ვართ. დედა ჩვენის ცოდვების საფასურს ვიხდით. მაგრამ ახლა შეგვიძლია ამ ხალხს სამაგიერო გადავუხადოთ. ქუდრეთი დაისჯება იმის გამო, რაც ჩაიდინა. ჩეთინი როგორ არის? გვანს მოვიდა? ჩემს მას ცხოვრება დაენგრა. ფეხში პლატინას ჩაუსომენ. ფეხბურთს ვეღარასდროს ითამაშებს. მალე გაიღვიძებს და არ ვიცი ეს როგორ უნდა ვუთხრათ. გული ეტკინება. ძალიან წოხარ. ღმერთმა გამძლეობა მისცეს. იმედია ამ რთულ პერიოდს თქვენი მხარდაჭერით გადალახავს. თითქოს ის არ კმაროდა, რაც გადაგხდა. ქალბატონმა იფექმა სუფრას პილპილი მოაყარა. ჩვენზე ზეწოლას ახდენს, რომ ქუდრეთს არ ვუჩივლოთ. არც კი აინტერესებს, რას განვიცდით. ესე იგი მაინც არ დანებდა. შვილო, კარგად ხარ? კარგად ვარ. არაფერი მჭერს. არა უშავს თუ სიარული გიჭირს. შევისვენოთ. არა. კარგად ვარ. მოდი. გელოდებოდი დაო. ილოცავ, შვილი გიპოვია. რა შვილი, რა სისულელეს ამბობ. ეს ქალი დედა ჩემი არ არის. მანქანას გიჟივით მართავდი. მე კი შვილს გეძახდი. ბატონმა არასწორად გაიგო. ბოდიშს გიხდით. ჩქარობდი და ფულის მოცემა დამავიწყდა. არა უშავს, ღმერთმა დაგლოცოთ. როგორ თუ არა უშავს, რამდენი? ინებეთ. მადლობა. მოიცადე ძმაო, არ წახვიდე. თუ შეგიძლია საავადმყოფოში წაგვიყვანე. საჭირო არ არის. მანქანა აქვე მყავს, ერთად წავიდეთ. შენს გუშინდელ საქციელზე არ გიფიქრია? ასეთ მდგომარეობაში მანქანას ვერ მართავ. მოდი, დაჯექი. მოდი შვილო. მოდი. მიპასუხე შვილო. მიპასუხე. ღვთის გულისათვის მიპასუხე, ძალიან ნერვიულობ. ზუხალი რეკავს. უპასუხე შვილო. გაგიჟდება ნერვიულობისგან. შენი ხმა მაინც მოასმენინე. დამშვიდდება.
რომ უპასუხო კითხვებს დამახეს. ახლა ლაპარაკის თავი არ მაქვს. საავადმყოფოში მივალთ და გაიგებს რომ კარგად ვარ. კარგი, მე დაველაპარაკები. სათხარ შვილო. რამდენი ხანია გეძებ? ერთხელ მაინც ვერ მიპასუხე? ნერვიულობის გამკვდები. ზოჰალ მე ვარ. აიშე. არი ნერვიულა. ქუდრეთი ჩემ გვერდითაა. რა ხდება? ჩემ შვილთან რა გესაქმება? ანამდენ ხანს თუ მასთან ერთად ხარ ტელეფონს რატომ არ უპასუხე? გულს რატომ მტკენ ჩინარ? დამშვიდდი ზოჰალ. ქუდრეთი მოწყენილი იყო. დავსხედით, ჩვენს პრობლემებზე ვისაუბრეთ. ახლა კარგად არის. არი ნერვიულა. სათხართ? მითხარი და ახლა ვემოვალ. საავადმყოფოში მივდივართ. არა. საავადმყოფოში არ წახვიდეთ. ესმამ გადაწყვიტა რომ ქუდრეთს უჩივლოს. სახლში წაიყვანე. იქ უსაფრთხოდ იქნება. ქუდრეთს დამალვა აღარ სურს ზოჰალ. საავადმყოფოში მივა და ჩეთინს მოინახულებს. კრიმინალებით დამალვა არ სჭირდება. ჩემ შვილს გონება მოუწამლე, არა? შენ გინდა რომ საავადმყოფოში წაიყვანო. მე კი უარს ვამბობ. სასწრაფოდ სახლში წაიყვანე ჩინარ. ნუ მეწინააღმდეგები. ზოჰალ უნდა გავთიშო. საავადმყოფოში გნახა. შენი ადგილი უნდა იცოდე, ქალბატონო ჩინარ. რა უფლებით ერევი ჩემ საქმეში? და ცდილობ ქუდრეთსა და ჩემს შორის განხეთქილება გამოიწვიო. შვილს ვერ წამართმევ. მოუკვდები და ამის უფლებას არ მოგცა. ჩემი შვილია, გესმის? ქუდრეთი ჩემი შვილია. აზრი შევიცვალე. საავადმყოფოში დავუბრუნდეთ. დედა, გთხოვ, სახლში წავიდეთ. გთხოვ. დავიცადოთ. ბიძია გონს მოვიდეს და მერე წავიდეთ. კარგი? ბიძიას უთხარი სახლში დაიძინოს. მომბეზრ დააკყოფნა. ძალიან გთხოვ, მშია. კარგი შვილო. წამოდი. თუ გინდა სასადილოში დაველოდოთ სანამ ჩეთინი გონს მოვა. თანაც დოროსშია. თქვენს დიდი ხანი არაფერი გიჭამიათ. თქვენ წადით. ჩემს მას აქ დაველოდები. ასე მშიერ მწყურვალი ყოფნა არ შეიძლება. შენი სხეული ამას ვერ გაუძლებს. ღმერთთან უქნას გული რომ წაგივიდეს. მაშინ წავიდეთ. დაიკო. წამოდი. მიდი, შენი ძმა მოინახულე. სანამ ახლო არავინაა. მე გოგონებს დაველაპარაკები. კარგი. როგორ ხარ ჩეთა? სიკვდილს ებრძვი. შემდეგი რა იქნება? გმირობა უნდა ჩაიდინო? ორივე დავიღობეთ. მთელი ოჯახი მაღიზიანებდით. ახლა უფრო მეტად მაღიზიანებთ. მამა ჩემი მძოლს. ის თვალში არ არაობა ვარ. ალბათ სურს რომ ახლა შენს ადგილას მე ვიყო.
შენ ყოველთვის ძვირფასი იქნები მისთვის. ჩეთინი პატიოსანი ბიჭია. ჭკვიანი ბიჭია. ჩეთინი კარგი ბიჭია. რაც შეეხება ქუდრეთს? ის უმაქნესი მაწანწალაა. თავგასული იდიოტი. ძულ ხარ იცი? Babamın gözündeki değerimi sıfırladı. ძულ ხარ იმიტომ რომ მამა ჩემის თვალში ჩემი ღირებულება ნულამდე დაიყვანე. Her zaman senin რის გამოც ყოველთვის შენი ჩრდილის ქვეშ ვიცხოვრებ. ქუდრეთ. ბატონო ჩეთინ, გამოჯანმრთელებას გისურვებთ. თავს როგორ გრძნობთ? რამე გაწუხებთ? შანსი არ აქვს. დარწმუნებული ხარ? რომ ფეხბურთის თამაშს ვერასდროს შეძლებს. სამწუხაროდ ასეა. მისი მდგომარეობის შესახებ იცის? ჯერ გონს არ მოსულა. არ ვიცი როგორ ვუთხრა. გული ეტკინება. ძალიან რთული იქნება. ღმერთმა გადაარჩინა. ჩვენი ლოცვა შეისმინა. რა მარტივი სათქმელია. ბავშვობაში ჩეთინის ერთადერთი ოცნება ფეხბურთის თამაში იყო. რა საკვირველია ამის მოწმე არ იყავით. და ვერც ხვდებით ჩეთინისთვის ეს რამხელა დარტყმა იქნება. ბევრი ვიშრომეთ, რომ აქამდე მოვსულიყავით, ქალბატონო აიშე. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, რისი გადატანა მოგვიწია. ჩეთინი გონს მოვიდა. მადლობა ღმერთს. წავიდეთ. საბრალო ქალი. თითქოს საკმარისი არ იყო ის ტკივილი, რაც წლების მანძილზე გადაიტანა, ახლა შვილის განსაცდელში ყოფნაც გამოსცადა. რაც დრო გადის და ვხედავ, როგორ ისება ჩემი ცოდვებისთვის, მით უფრო ვნადგურდები. ომერის საფრთხეში რომ არ იყოს, წამითაც არ დავფიქრდებოდი. წავიდოდი და ყველაფერს მოუყვებოდი. მისთვის სიცოცხლესაც გავწირავდი. შენ ცოდვა არ ჩაგიდენია ძმაო. ეს ყველაფერი საკუთარი შვილის სიცოცხლის გადასარჩენად გააკეთე. ის უსინდისო კაცი ომერის მოკლით დაგემუქრა. თავიდან გაუბრაზდი ძმაო, მაგრამ მერე თავის შენს ადგილას წარმოვიდგინე და მივხვდი ასე რატომ მოიქეცი. მამა საკუთარ შვილს სასიკვდილოდ ხომ არ გაიმეტებდა. დამიჯერე, ყველა ასე მოიქცეოდა. ღმერთმა არავის გამოაცდევინოს ასეთი ტანჯვა. რა ხდება? ჩეთინს რამე დაემართა? ბიძია, ჩეთინი გონს მოვიდა. სანამ ექიმი დაელაპარაკება, ჩვენ უნდა ვუთხრათ, რომ ფეხბურთის თამაშს ვეღარ შეძლებს. რა ხდება? შენ გამო ჩემი ძმის საფეხბურთო კარიერა დასრულდა. კარგი შვილო, დამშვიდდი. ახლა ამის დრო არ არის. თუ ჩეთინთან დავაპარაკება გიჭირთ, მე დაველაპარაკები. სჯობს ჩვენ დაველაპარაკოთ, ბიძია. მართალი ხარ შვილო. შედით.
გამარჯობა. ჩეთინ პოირაზი რომელ პალატაშია? და ძვირფასო. ესმა რა მოხდა? აქ რატომ ვარ? ავარია არ გახსოვს ძმაო? მოდი ამ თემაზე ნუღარი ფიქრებ. მადლობა ღმერთს, კარგად ხარ. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. ჩვენ ისევ ერთად ვართ. თავარი ესაა. დანარჩენი უმნიშვნელოა. ჩემო ძვირფასო ძმაო. მადლობა ღმერთს, ცოცხალი ხარ. ღმერთმა არ გაგწირა. შენ გარეშე რა უნდა გვექნა? კუდრეთი. მანქანეთის დამეჯახა რა? აქ მის გამო ვარ. ფეხი, ჩემი ფეხი, დაო ჩემი ფეხი, ფეხზე რა დამემართა? კარგი. ფეხბურთის თამაში ხომ შევძლებ? დაო გთხოვ, რამე მითხარი? არი ნერვიულა. ფეხში პლატინა ჩაგისვას. დაო პლატინა თუ ჩამისვეს ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ. ხო მითხარით რომ ხუმრობთ. ხუმრობთ არა? ესმა? ეს რა ხუმრობაა? ესმა გთხოვ რამე მითხარი? მითხარი რომ ეს ხუმრობაა? ესმა ძალიან გთხოვ. წუხვარ ძმაო. არა. 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 ჩეთინ. ბიძა ჩემს რა დაემართა? არ ვიცი საყვარელო. ახლავე გავიგებ რა ხდება. დამელოდე, კარგი? ძმაო კუდრეთ, ბიძია გამოჯამრთელდება არა? შვილო. სად იყავი? მთელი ღამე ნერვიულობისგან კინაღამ მოვკვდე. თუ ფეხბურთს ვეღარ ვითამაშებ, მოვკვდები. შენ ოცნება დამემსხვრია კუდრეთ. გამანადგურე. გამანადგურე. ჩეთინ? ცხოვრება დამინგრიე. დედა რა ჩავიდინე? ეს რა ჩავიდინე? დამშვიდდი შვილო, არი ნერვიულო. ეს განზრა ხარ გაგიკეთებია. როგორც ჩანს, ასე უნდა მომხდარიყო. ძალით არ გამიკეთებია. კარგი შვილო. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი მოგვარდება. არი დარდო. გამიშვი. ირჩევნია მოვკვდე. გამიშვი ბიძია. კარგი შვილო, დამშვიდდი. არი ნერვიულო. მალე გამოჯამრთელდები. ყველაფერი დამთავრდა დაო. გთხოვ, ასე ნუ ამბობ. მადლობელი იყავი, რომ ყველაფრის მიუხედავად სიარულს შეძლებ. ტყვიანი ბიჭი ხარ. სხვა სამსახურს იპოვი. რა უქნა დაო, მძღოლად ვიმუშაო? თუ მიმტანად? ფეხბურთის თამაშის გარდა სხვა ნიჭი არ მაქვს. რა გავაკეთო დაო? მისმინე, ცხოვრებაზე ხელს ნუ ჩაიქნე. თუ საკუთარ თავზე არ ფიქრობ, ჩვენზე მაინც იფიქრე. შემოგხედე, არც დედა გვყავს, არც მამა. ჩვენთვის ისიც საკმარისია, რომ ერთმანეთი გვყავს. კუდრეთი. ყველაფერი მისი ბრალია. მოვკლავ.
კუდრეთ ცხოვრება დამინგრიე კუდრეთ ამიერიდან ჯოჯოხეთში მოგიწევს ცხოვრება შვილო ნუ მოусმენ გონს ახლა მოვიდა ამიტომ არ იცის რას ლაპარაკობს რამდენიმე საათში დამშვიდდება არი ნერვიულო არა დედა მისი საფეხბურთო კარიერა ჩემ გამოდასრულდა ამას არასდროს მაპატიებს ყველაფერს მოვაგვარებთ შვილო მამა შენი კომპანიაში მაღალანაზღაურებად სამსახურს მისცემს და ფეხბურთზე აღარ იფიქრებს კუდრეთ შენ ოცნებები დამიმსხვრია კუდრეთ ასეთი რა შევწოდე ყოველთვის მასავით ხომ გეკცეოდი არა ასე რატომ გზულ ვარ ახლა ბედნიერი ხარ ჩეთი შვილო რას ამბობ კუდრეთს მანქანა განზრახარ და ოჯახებია ეს შემთხვევით მოხდა შვილო დამიჯერე ისიც განიცდის ეგ არაფერს ცვლის კუდრეთი დაისჯება იმისთვის რაც ჩაიდინა გამიშვიდი ნება მომესით მოვკლა კარგი შვილო გამშვიდი ბიძი ექიმს დაუძახე ძმა ექიმი სად არის დაუძახებ თურგუთ ბავშვი ისედაც ცუდ მდგომარეობაშია გთხოვ უარესად ნუ დათრგუნავ დედა შენი რომ არა ვიცი რასაც გავაკეთებდი სახლში წადიდა დედა შენისთვის ილოცე ბიძია ხომ არ მოკვდება მისთვის ვილაცებ სისულელეს ნუ ამბობ შვილო არავინ მოკვდება ეგთან უნდა მომშვიდებელი გაუკეთე გამიშვით ნება მომეცით მოუკვდე არ ინერვიულოთ ახლა დამშვიდდება დაიგო ესმა ბოდიშს გიხდი პირობა ვერ შევასრულე მინდოდა კარგი ცხოვრება გქონოდა სწავლა გაგეგრძელებინა აპათია რა ხდება? დედა დავიღუპე. ჩემო ძვირფასო ძამიკო. ჩემო ერთადერთო. ოღონდ შენ იყავი კარგად. სხვა არაფერი მინდა. არც ფული და არც კარგი ცხოვრება. უბრალოდ ჩვენ გვერდით იყავი. ერთად ყველაფერს გავუმკლავდებით. სადახნით დაისვენოს, რომ გაიღვიძებს დამიძახეთ. ეკიმო, პაციენტი უნდა დავკითხო. გონს არ მოსულა? არა, ახლა ხან დამამშვიდებელი გავუკეთეთ. ზინავს. მოგვიანებით მობრძანდით. გამოჯანმრთელებას უსურვებ.
ჩემი ძმა ცოცხლად დამარხე. ბედნიერი ხარ? საკმარისია ესმა. მომხდარს ისედაც განვიცდით. ნუ ღარ გვიმატებ. ხედავ რა მოგიტანა შენმა სულელურმა საქციელმა. დავი დაიღუპე. სხვენოდეს. შენაირი შვილის ყოლოს ჯობდა შვილი საერთოდ არ მყოლოდა. გასაგებია? განზრახ არ დაუჯახები ვარ, რატომ არ გესმის? გითხარი რომ შემთხვევით მოხდა შეიგნე. იმის მაგივრად რომ შვილზე იზრუნო მუდმივად აკრიტიკებ თურგუთ. ასეთი რამ ნებისმიერ შეიძლებოდა მოსულდა. შენც კი. წადი აქედან. ჩემმა თვალებმა არ დაგინახოს. წავიდე ჩვილო. მამა შენმა არ იცის რას ამბობს. განერვიულებულია. შეგიძლიათ მარჯვნივ გავუხვიოთ. კარგი. რა მოხდა? ეს შენი გუნდი არ არის? ჰა. ჩემი ძველი გუნდია. ძმაო სახელ გამიჩერე. არ გინდა ჩეთინ. გზა გავაგრძელოთ. დაო.
ახლა ჩემ გუნდთან ერთად უნდა ვიყო. ერთად ბევრ გამარჯვებას მივაღწევდით. ვერც ერთ ოცნებას ვერ ავიხდე. ფეხბურთს ვეღარასდროს ვითამაშებ. ძმაო, ამ ტკივილი სატანა ძნელი იქნება შენთვის. მაგრამ დროთა განმავლობაში შეეგუები და მადლობელი იქნები, რომ ცოცხალი გადარჩი. ფეხბურთს ვეღარ ითამაშებ, მაგრამ შეგიძლია სხვა პროფესიას დაეუფლო და წარმატებას მიაღწიო. თუ მოინდომებ, ყველაფერი გამოგივა. შენი დები შენ გვერდით არიან. ხარს დაგიჭერენ. ჩემგან სხვა არაფერი გამოვა. ფეხბურთის თამაში ჩემი ერთადერთი ოცნება იყო. ერთადერთი რამ იყო, რაც ვიცოდი. ვიზა ჩემთან მოწყალების ცხოვრებას აღარ ვაპირებდი. მინდოდა ჩემს დებს უზრუნველი ცხოვრება ჰქონოდათ. პირობა ვერ შევასრულე. მაპატიეთ. ძმაო, მე რამდენი დღეა ადამიანს არ გავხარ. ძალა უნდა მოიკრიბო. თუ საკუთარი თავისთვის არა, ომერისთვის მაინც. მართალი ხარ. დროა თურგოს დაუპირისპირდე. გაიგებს, რას ნიშნავს შვილის მოკლედ დამუქრება. ეს უნდა დასრულდეს. დასრულებაში რას გულისხმობ? თურგოს ხომ არაფერს დაუშავებ. შენთან ერთად წამოვალ. არა ნედიმ. ეს ჩემი პრობლემაა. მე თვითონ მოვაგვარებ. ძმაო ჰალილ, სისულელეს ნუ ჩაიდენ. ძმაო. გამარჯობა, წარმატებულ დღეს გისურვებ. მადლობ. ომერ, ასე ნუ მეკცევი გულს მტკენ. რამდენჯერ გითხარი? ჩემი გუშინდელი საქციელი არასწორად გაიგე. სწორად გავიგე იფეკ. მიუხედავად იმისა, რომ იცოდი ხალხი რა დღეში იყო მაინც დაემუქრე. მე ასეთ იფეკს არ ვიცნობ. იმინდი გამისროე. ჩვენს პარტნიორობაზე კარგად უნდა დავფიქრდე. ნოსულელობა მერ, დასაფიქრებელი რა არის? შენაირ ადამიანთან მუშაობა არ შემიძლია. უნდა წავიდე. მოიცადე, სად მიდიხარ? დავილაპარაკოთ. ასე ნუ მომექცევი. საქმე მაქვს. რისი თქმაც მინდოდა უკვე გითხარი. სალაპარაკო არაფერია. რა დღეში ვარ იმ იდიოტი ესმას გამო. გახმოვანებულია მთავარ არხზე. Unutmadım seni. Gözyaşlı